Აშასა ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ სომხეთ-აზერბაიჯანის შესაძლო შეთანხმებაზე. რამდენიმე დღის წინ დიდი, ასე ვთქვათ, იმედებით გამოცხადდა, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, ის კი არა ამბობდა, რომ საერთოდ შეთანხმება გადაწყვეტილი იყო უკვე შეთანხმების გაფორმება, თუმცა ამ დრომდე უნებრივია შეთანხმება არ გაფორმებულა, ის კი არა აზერბაიჯანის მხრიდან კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია, წამოვიდა მკვეთრი განცხადებები, რა წერია ამ შეთანხმებაში და რატო ვერ ხერხდება ჯერ ბოლომდე საქმის მიყვანა. ამაზე ვისაუბრებთ გიორგი ტუმასიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ჩვენს თვარ მოგესალმებით გიორგი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოირო დავიწყოთ ზოგადად ამ შეთანხმებაში რას მოიცავს ეს შეთანხმება, რაზე იყო მაგალითად სომხეთი თანახმა, იმიტომ რომ როგორც ვსაუბრობდით ჩვენს დაწყებამდე გადაცემის ბევრ რაღაცებს თმობდა სომხეთი და აზერბაიჯანი მაინც რატო იკავებს ხა თავს ხელმოწერის. ამ მომენტში შეთანხმება დასრულებული არის იმ კუთხით, რომ იყო დარჩენილი ამ შეთანხმებაში ორი პუნქტი, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებოდნენ და ეს ორი პუნქტი უკავშირდებოდა პირველი იმას, რომ მშვიდობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან, სომხური ნაწილიდან უნდა გავიდნენ ევროკავშირის დამკვირვებლები. სომხეთი ამაზე არ თანხმდებოდა და მეორე საკითხი იყო ის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, ანუ საერთაშორისო სასამართლოებში არსებული დავები, რომელიც წარდგენილია, მათი გაწვევა უნდა მოხდეს. რაც ასევე იყო მოლაპარაკების საგანი. ეხლა, როდესაც გავრცელა აზერბაიჯანმა ინფორმაცია, რომ მხარეები უკვე თანხმდებიან და შეთანხმდნენ მთლიანად მშვიდობის ასე ვთქვათ, აი ამ შეთანხმებაზე, ხელშეკრულებაზე, პრაქტიკულად ინფორმაცია იმის შესახებ არის, რომ სომხეთი აი ამ ორ ბოლო საკითხს გადაუწყვეტელ ამ მიმართულებით დათმობაზე მიდის და მზად არის ეს მოიცვას. საქმე იმაში არის, დეტალურად რომ მივყვეთ ამ საკითხებს, ხო რა? დიახ. პრინციპში შინაარსობრივად, ანუ ეს იყო, რა თქმა უნდა, მიუღებელი სომხური მხარისთვის, იმიტომ რომ ევროკავშირის დამკვირვებლები მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტია არის. ისე როგორც საქართველოში მაგალითად და საერთაშორისო ასპარეზზე ამის გაგრძელება ევროკავშირის დამკვირვებლების თემა, ხო, რომელზეც თანახმა იყო. დიახ. და ასევე არის ერთი საკითხი, რომელზეც პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმებაში არიდება ეს, მაგრამ ასე ვთქვათ, მსჯელობის საგანი არის და ასევე შეთანხმება მიღწეულია, რომ სომხეთის კონსტიტუციაში უნდა იყოს ცვლილებები, იმიტომ რომ პრეამბულაში არის ნახსენები მთიანი ყარაბაღის თავის დროზე გამოცხადებული ავტონომია ან დამოუკიდებლობა ამ ავტონომიურ რესპუბლიკის დროს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში. სომხეთი აცხადებს, რომ ამაზე აზერბაიჯანის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, რომ კონსტიტუცია შეცვალოს, არამედ თავადაპირებს კონსტიტუციის ცვლილებას და საერთოდ სომხეთში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ეს მუხლი არ არის კონსტიტუციის ნაწილი, პრეამბულის ტექსტში წერია და არ არის თვითონ კონსტიტუციის ნაწილი. თუმცა აქ სომხეთი აცხადებს, რომ თუ კონსტიტუციაზე აზერბაიჯანს შეუძლია პრეტენზიები წარუდგინოს, სომხეთსაც გააჩნია პრეტენზიები აზერბაიჯანის კონსტიტუციაზე, რომელიც თავს აცხადებს პირველი რესპუბლიკის სამართალ მემკვიდრედ, რომლის მიხედვითაც მისი ტერიტორიები, ასე ვთქვათ, დღევანდელი აზერბაიჯანის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებს ცდება და მოიცავს ასევე სომხეთის ტერიტორიის ნაწილსაც. შესაბამისად, ამ პირობებში სომხეთის რაღაც ტერიტორიის ნაწილი საერთოდ დასავლეთ აზერბაიჯანს ეძახიან. მთლიან ტერიტორია სომხეთის ეძახიან დასავლეთ აზერბაიჯანს და ეს ნარატივი გრძელდება. შესაბამისად, თუ საუბარია იმაზე, რომ შეთანხმებაზე გარკვეული, ასე ვთქვათ, აზრთა ერთობლიობა დღეს არის, ეს ნამდვილად ასეა. თუმცა ეს არის სომხეთის დათმობის შედეგი. ამავდროულად ეს არის, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს იქედან თუ რატო თმობს სომხეთი ამ პოზიციებს, იმიტომ რომ არის შექმნილი ძალიან საშიში ვითარება რეგიონში, როდესაც ერთი მხრივ აზერბაიჯანს აქვს დასავლეთ აზერბაიჯანის ეს ნარატივი, მეორე მხრივ ითხოვს ექსტრატერიტორიულ კორიდორს სომხეთის გავლით, სუნიქის ტერიტორიით, ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის დერეფანს და აქ არის, რა თქმა უნდა, შექმნილი ომის პირდაპირი საშიშროება. ეხლა, როდესაც სომხეთი ამ დათმობაზე მიდის, პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ აქტიურდება შეერთებული შტატები, განსაკუთრებით ახალი ადმინისტრაცია, განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და რუბიოს მიერ კონკრეტულად, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა უნდა იყოს და კონფლიქტი უნდა დასრულდეს და გუშინ ვნახეთ, რომ უკვე დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ვოლცმა დარეკა ჰიკმეთ ჰაჯიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და ესაუბრა იმაზე, რომ ჭყალებში კონფლიქტი უნდა დასრულდეს
შეთანხმების ხელმოწერა უნდა მოხდეს ეხლავე და ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ამბობს, რომ სანამ კონსტიტუციაში ცვლილებები არ იქნება, შეთანხმების ხელმოწერა ვერ მოხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება წლები გაგრძელდეს, ეს ცალკე საკითხი არის. და ასე რომ შეერთებული შტატები ითხოვენ ეხლა ხელმოწერას. ადრევე იყო თქვა გამოცხადება იმის, რომ აი შეთანხმება ყველაფერი შეთანხმებულია და მალე ხელი მოეწერება. ხო ესე არ არის. გავყოთ ერთმანეთისგან, ყველაფერი შეთანხმებულია. ეხლა საკითხი, რატო არ აწერს ამას ხელს აზერბაიჯანი? იმიტომ რომ ელოდება ყველაფერი თანახმაა. კი ბატონო, იმიტომ რომ გამოდის ზუსტად თქვა, რომ ის კი არა საერთოდ თურქეთის მხრიდან გენოციდი 1915 წლის გენოციდის აღიარებაც აღარ იქნება ჩვენი მოთხოვნა და რაღაც საგარეო პრიორიტეტი აღარ იქნება. საგარეო პრიორიტეტი აღარ იქნება და ეს ახალი განცხადება არ არის, უბრალოდ ეხლა განაცხადა თურქულ მედიასთან ინტერვიუში, მანამდე იგივე განცხადება ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს და ეს არის პრაგმატული არჩევანი იმ მიმართულებით, რომ სომხეთს ჭირდება დღეს განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც რუსეთი და თურქეთი შედარებით დასუსტებული არიან ადგილობრივ დონეზე, რეგიონალურ დონეზე და გაძლიერებულია თურქეთი და თურქული კავშირი, ამის ნათელი მაგალითია სირიაში მიმდინარე პროცესები. თუმცა ამავდროულად ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირი ამ რეგიონში არის დასუსტებული და ამის დასუსტებული მისი აქ ყოფნა, თორე თვითონ ევროკავშირი არ არის დასუსტებული და ამის რა თქმა უნდა წამყვანი შემოქმედი არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც გაიყვანა ევროკავშირი საქართველოსთან და მას შესაძლოა სომხეთს დიდი შესაძლებლობები დღეს ევროინტეგრაციის არ გააჩნია, ამიტომ სომხეთს ნამდვილად ჭირდება, ეს არის პრაგმატული რეალპოლიტიკა თურქეთთან და თურქულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაუმჯობესება მინიმუმ, რაც ნიშნავს იმას, რომ სომეხთა გენოციდის საკითხზე სომხეთს ჭირდება, რომ ეს არ იყოს ტოპ პრიორიტეტი, არამედ ტოპ პრიორიტეტი უნდა იყოს სომხეთისთვის მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. თუმცა დავაზუსტებ რა, აქ არ ნიშნავს ეს, რომ ეს საკითხი არის ამოღებული დღის წესრიგიდან, ან სომხეთი უარს აცხადებს რაიმე საკითხს. ეს არის პრაგმატული საგარეო პოლიტიკა უბრალოდ. ხო და ასაც თქვენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ეძახით, ალბათ სომხეთში ოპოზიცია ეძახის დათმობებს და ასე შემდეგ. ოპოზიცია კი ბატონო ასე ეძახის. მოსახლეობის განწყობა როგორი ამდენ ეგუებიან იმას, რომ ფაშინიანი აზერბაიჯანთან დათმობებზე მიდის, ეხლა თურქეთთანაც დათმობებზე მიდის, ანუ მიყვება ამაში მოსახლეობა. მოსახლეობა ერთი მხრივ მიყვება, მეორე მხრივ რა თქმა უნდა უკმაყოფილო არის ამ მიმდინარეობით, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ უნდა გასაგები იყოს სომხეთში ეს საკმაოდ კარგად ესმით, რომ სომხეთი არის შექმნილი ვითარების გეოპოლიტიკური ობიექტი და არა სუბიექტი. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სომხეთს არ მიეცემა შესაძლებლობა ამ 3+3 ანუ რეგიონალიზაციის კონტექსტიდან გამოვიდეს, რისი ერთადერთი შესაძლებლობა არის საქართველოსთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა. შეუძლებელია ამ რეგიონში სხვაგვარი კონფიგურაცია. არსებობს კიდევ ერთი კონფიგურაცია, ეს არის ისტორიული არქიტექტურა რუსეთ-თურქეთის პრიზმაში. რაც არის ძალიან სახიფათო, მე ამას ღიად ვამბობ, მათ შორის სომხურ მედიაშიც, რომ ეს თავის დროზე იყო ძალიან სახიფათო და ეხლა მით უმეტეს არ შეიძლება იგივე შეცდომის გამეორება, თურქეთთან საუბარი სომხეთის შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი პირდაპირ და არა რუსეთის მეშვეობით, იმიტომ რომ რუსეთი ამას იყენებს და როგორც თავის ძოზე ყარსის შეთანხმება არის მარტივი მაგალითი ამისა და გამოიყენა საქართველოს შემთხვევაში, სომხეთის შემთხვევაშიც, ანუ ვაჭრობს სომხეთი პატარა ქვეყნების ინტერესებით, როდესაც მას სჭირდება ეს მაგალითად თურქეთთან შეთანხმები და ქემალის და ლენინის შეთანხმებაც ძალიან კარგად გვახსოვს. ამიტომ საჭირო არის პირდაპირი სუბიექტიზაცია სომხეთის, ანუ სუბიექტად ქცევა იმისთვის, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ქონდეს თურქეთთან და განსაკუთრებით თურქეთი რატო არის პრიორიტეტული აქ, რომ მოხდეს აზერბაიჯანის გარკვეულწილად შეკავება, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ აზერბაიჯანი რადგანაც გაცილებით უფრო ავტორიტარული სახელმწიფოა, მზად არის რეალურად ახალი ფართომასშტაბიანი ომისთვის. დაახლოებით იგივე სცენარში, რაც უკრაინაში მოხდა. რომ თითქოს აზერბაიჯანი თვითონ გამოვიდა პირველი თვითონ თქვეს, რომ აი მზად არის უკვე შეთანხმებაზე ხელმოწერა. პირიქით, სომხეთი იყო უკმაყოფილო, რომ ჯერ არ ვაპირებდით თქმას და ერთად გაგვეცხადებია უნდა და თქვენ რატო ანუ თითქოს აზერბაიჯანმა იჩქარა, თვითონ გამოაცხადა, რომ მზად არის ეს შეთანხმება. არა, დავაზუსტოთ. თქვენ ამბობთ, რომ აზერბაიჯანი აღარ უნდა. აზერბაიჯანი გამოვიდა და ამბობს, რომ ბოლო
ბოლო ორ პუნქტზე, რომელზეც სომხეთი არ თანხმდებოდა, ამაზეც დათანხმდნენ. ხო, ანუ აღარაფერი არ დარჩა. ხო, მაგრამ ეს მეთოდი, რატო ამბობდა სომხეთი, რომ მოდი ერთად განვაცხადოთ ამის შესახებ და ცალმხრივად განაცხადა ოფიციალურმა ბაქომ. იმიტომ რომ მეთოდი ამის განაცხადების არის მნიშვნელოვანი. შენ თუ ამას აცხადებ გარკვეულ პოზიტიურ გარემოში, ეს ქმნის აი ამ პოზიტიურ სივრცეს, მაგრამ შენ როცა ამას კიდევ ერთ კაპიტულაციას, მარცხს წარმოადგენ, რომ ეს სომხეთის მარცხია, რომ დათანხმდა ამ ორ პუნქტზე, რა თქმა უნდა, ეს არ ქმნის ნდობას ამ ურთიერთობებში. შემდეგ ალიევი გამოდის, მაგის შემდეგ დააცხადებს, რომ ჩვენ გვაქვს ნულოვანი ნდობა სომხეთისადმი, რაც ასევე არ ქმნის ნდობას ამ ურთიერთობებში. გამოდის და ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არაფრით განსხვავდება წინა ხელისუფლებებისგან, რაც ნამდვილად ასე არ არის და თავად აღნიშნე ამის მიზეზები. ამავდროულად თვითონ ის ფაქტი, რომ ევროკავშირის დამკვირვებლების გასვლას ითხოვენ, ძალიან ბუნდოვანია და იმის ფონზე, რომ ამაზე სომხეთი თანხმდება, ამბობს, რომ თუ შეთანხმება იქნება, მაშინ გასვლა მოხდება. აზერბაიჯანი ახლა ცვლის დინამიკას, ამბობს, რომ ჯერ გავიდნენ, მერე შეთანხმება მოხდეს. ჯერ კონსტიტუცია შეცვალეთ, მერე შეთანხმება მოხდეს. ჯერ გააუქმეთ მინსკის ჯგუფი და მინსკის ჯგუფი არის ეუთოს მინსკის ჯგუფი, სადაც შედიან შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი, როგორც თანათავმჯდომარეები, ვინც იყო ყველა მიესალმება, მაკრონიც კი გამოვიდა და მივესალმების შეთანხმების დასრულებას. ეგეთი განცხადებები გაკეთა მსოფლიო თითქოს უკვე აღნიშნავდა, რომ რაღაც აი კონფლიქტი დასრულდა. და ძალიან კარგია, რომ სოფლიოს ესეთი ეს თითქოს არ მოხდა. ხო, აი სომხეთის საგარეო უწყების განცხადება იყო 13-ში, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერისთვის მზადაა. კიდევ ერთხელ, სომხური მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიო დაფიქსირება იმისა და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ვოლცის ზარი მაგას ცხადყოფს. აზერბაიჯანს პირდაპირ ეუბნება, რომ ყველაფერი ხომ მზად არის, ხელი მოაწერეთ ახლავე. პირდაპირ წერია now. ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ არ გაწელოთ ეს პროცესი. ასევე გაათავისუფლეთ სომეხი ტყვეები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს არ დევს ამ შეთანხმებაში და უნდა იყოს მშვიდობა და გამოყენებულია საკმაოდ არადიპლომატიური სიტყვა must. რაც იმას ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომელიც პრინციპში პოზიტიურია, რადგან სომხეთს მაგალითად ეს ძალიან ეხლა მოსწონს, იმ კუთხით, რომ გარკვეულწილად ხედავთ, რომ შეერთებული შტატები ამ შეთანხმების ბოლომდე მიყვანის გარანტორი არის პრინციპში. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ სომხეთის დათმობა რა მიზანს ემსახურება, იმას რომ ეს შეთანხმება შედგეს და იმას რომ აზერბაიჯანმა არ გამოიყენოს გარკვეული ყალბი ნარატივები იმისთვის, რომ დაიწყოს ახალი სამხედრო ესკალაცია. ეს საშიშრობა რამდენად არსებობს, რომ აზერბაიჯანი შეიძლება ემზადებოდეს მართლა რაღაც ახალი ესკალაციისთვის. ანუ ამის რისკი, ანუ რაში ჭირდება ეს აზერბაიჯანს, რაში შეიძლება ჭირდებოდეს. ბოლო რამდენიმე დღე თითქოს ახლა ყველაფერი მიიღო, ხო, რაც უნდოდა. ხო, აი ეს უმეტესი ნაწილი ასე თქვა. ბოლო რამდენიმე დღე არის დაიბრუნეს. ამის გასაგებია იქ არის რაღაც ზანგეზურის ტელეფონის თემა, არის სხვა თემები, მაგრამ ანუ ეხლა რატო უნდა ჭირდებოდეს? ხო, რაღაც ლოგიკას თითქოს ამაში ვერ ვხედავ. საინტერესო კითხვაა. პირველი, რომ რაც კი აი ამ შეთანხმების შესახებ განცხადება გაკეთდა, ამის შემდეგ აზერბაიჯანი 2-3 დღე არის უკვე აცხადებს, რომ სომხეთი არ ღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ბომბავს, ანუ გვესვრის ცეცხლსასროლი იარაღით საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე. დღეს მარტო 3 ასეთი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, რაც არის უპრეცედენტო, იმიტომ რომ ერთ დღეში ერთზე მეტი არ ქონდათ ხოლმე ადრე. რაც გარკვეულ ესკალაციას ქმნის, მაგრამ გაურკვეველია საერთოდ რა ესკალაციაზე არის საუბარი, როცა სომხეთმა დათმო ბოლო მოთხოვნები აზერბაიჯანის პრაქტიკულად საჯაროდ და საერთაშორისოდ და თან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომლის გაყვანასაც აზერბაიჯანი ითხოვს და დათანხმდა სომხეთი, ადასტურებს, რომ არანაირი მობილიზაცია, არანაირი სროლა საზღვარზე სომხეთის მხრიდან არ ხდებოდა და სამწუხაროდ აზერბაიჯანის მხრიდან არ არიან ეს ევროკავშირის დამკვირვებლები, აზერბაიჯანი არ უშვებს მათ, თორე წესით მათი სურვილი იყო, რომ ორივე მხრიდან ყოფილიყვნენ საზღვრის. შესაბამისად, აზერბაიჯანის მიზეზი რატომ ჭირდება მას ესკალაცია? ერთი არის, რომ შეთანხმება არ მოხდეს. იმიტომ რომ აზერბაიჯანს ეს ერთი შიდა პოლიტიკისთვის ჭირდება, ომის მტრის ხატი ქმნის შესაძლებლობას, რომ ავტორიტარული მმართველობა გაგრძელდეს უსასრულოდ. გარდა ამისა, ეს არის რა თქმა უნდა ამ ავტორიტარული სისტემის საყრდენი, ხელს უწყობს ამას, მაგრამ არის კიდევ რამდენიმე მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დღეს ერთადერთი პროდასავლური ხელისუფალი რეგიონში არის
სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება ნიკოლ ფაშინიანის სახით. და შესაბამისად მთელ ამ 3+3-ს სჭირდება ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების შეცვლა. მათ შორის ეს შედის ერდოღანი ალიევის ინტერესებში, ეს შედის რუსეთის პუტინის ინტერესებში, ცხადია. ეს არის ასევე ირანის ირიბი ინტერესი, რომ პროდასავლური აქ ხელისუფლება არ იყოს. და რა თქმა უნდა, ეს არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ინტერესშიც, იმიტომ რომ თუ საფრანგეთი, ევროკავშირი, შეერთებული შტატები გლობალური ომის პარტია, მათი წარმოდგენით და მტრები არიან, მაშინ სომხეთი, რომელიც დღეს დასავლეთის მოკავშირე არის, სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატების ევროკავშირში გაწევრიანებას სურს, გამოდის რომ გარკვეულწილად ივანიშვილისთვის მტრად არის აღქმული, თუმცა ასე არ არის ჩვენი კონსტიტუციით პირიქით მოკავშირე გამოდის. საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანი თემა ბოლოს მოკლედ მითხარი, თურქეთთან რაღაც დიპლომატიური ურთიერთობებს აღდგენდა და რაღაცა ვერაფერი ვერ მოხდება, სანამ ეს შეთანხმება არ იქნება, ხო? სომხეთი ამბობს, რომ რადგანაც ყარაბაღის საკითხი მოგვარებული არის, დასრულებული არის ან კონფლიქტის სახით, არაფერი ხელს არ უშლის იმას, რომ თურქეთთან მოხდეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და სომხეთი ამას წინ წაწევს ხოლმე და ეხლა ცდილობს რომ მიაღწევს. გარდა ამისა ცდილობს თურქეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს და საერთოდ თურქეთთან ანუ ურთიერთობების სტაბილიზაციას. აზერბაიჯანის კონტექსტში უბრალოდ პრობლემა იმაში არის, რომ ემთხვევა რამდენიმე ინტერესი. ერთი რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების შეცვლა უნდათ და რადგან ეს არ გამოდის, ომი არის საშუალება იმისა, რომ ადგილობრივ მეხუთე კოლონას, რუსულ აგენტურას შეუქმნას ნიადაგი იმისა, რომ ფაშინიანის წინააღმდეგ მოხდეს გადატრიალება. და არა რაიმე დემოკრატიული პროცესი. და მეორე მომენტი არის, რომ თურქეთს, აზერბაიჯანს, ისევე როგორც რუსეთს, ჭირდება ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი იმისთვის, რომ მთლიანად რეგიონი, კავკასია, აქ დახურონ დასავლური ინტეგრაცია და ეს რუსეთ-თურქეთის ვაჭრობის სფეროდ იქცეს, რადგანაც თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ძირითადი პარტნიორი სავაჭრო სანქციების ქვეშ ყოფი რუსეთისთვის არის თურქეთი. და თურქეთი ამ სანქციებს არ იყენებს რუსეთის წინააღმდეგ და შესაბამისად რეგიონი, რომელიც ადრეც სამხრეთ კავკასია იყო რუსეთ-თურქეთის გავლენის სფეროს, სწორედ ამ პრიზმაში წარმოუდგენიათ და თურქეთი, რომელიც სამწუხაროდ დღეს დასავლეთს მნიშვნელოვნად სცილდება სხვადასხვა მიმართულებით, შესაბამისად აქ დღეს არ არის წარმომადგენელი მაინც სრულად დასავლეთის. სწორედ ამიტომ იქმნება ძალიან რთული ვითარება, როდესაც ეს შედის აზერბაიჯანის ინტერესში ასეთი კორიდორის გაჭრა და ასეთი ქმედებები, მათ შორის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და ჩვენ საქართველოში ეს ძალიან არ გვაწყობს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ გვჭირდება პირიქით საქართველოში დასავლური ინტეგრაციაზე დაბრუნება და სომხეთთან ერთად აქტიური ევროინტეგრაცია. გასაგებია, ნახოთ, მე ძალიან იმედი მქონდა რომ შედგებოდა ეს შეთანხმება, თუმცა არის კიდევ შანსი. ხო, არის შანსი და იმედია ეს შანსი, ამ შანსს გამოიყენებენ მხარეები. გიორგი ტუმასიანი იყო ჩვენი სტუმარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მას ხვალამდე გემშვიდობები.